პლეადიანელების გზავნილი 20 მარტი 2017 წელი. მოგესალმებით ჩვენო ძვირფას დედამიწელებო. ახლა მოვიდა ჩვენი რიგიც, რომ მოგიყვეთ საკუთარი თავების შესახებ უფრო დაწვრილებით. ჩვენი თანავარსკვლავედი არის თქვენთვის ერთ-ერთი ყველაზე ამოუცნობი, თუმცა ის მდებარეობს თქვენი ტელესკოპების თვალთახედვის არეში. ჩვენ გვაკავშირებს ბევრი რამ და პირველ რიგში ჩვენი დნმ, რომლისგანაც შეიქმნა ადამიანი. გარეგნულად ჩვენ თითქმის არ განსხვავდებით თქვენთან, უბრალოდ უფრო მაღლები ვართ. თუმცა ჩვენი სხეულების ენერგეტიკული აგებულება სრულიად სხვანაირი, რადგანაც უკვე მეექვსე განზომილებაში ცხოვრობთ. შეიძლება ითქვას, რომ ისინი უფრო თხევადია, თუმცა გარეგნულად ეს არ შეიმჩნევა. ჩვენ იოლად შეგვიძლია მათი ნაკვთებისა და კონფიგურაციის შეცვლა და ასევე აზრის ძალით ირგვლივ სივრცის შექმნა. ჩვენი თანავარსკვლავედი შედგება მრავალი პატარა პლანეტისგან და თუ მიწიერ რეალობიდან გამომდინარე ვიტყვით, ისინი გავს კუნძულოვან სახელმწიფოებს, როგორიცაა მაგალითად ფილიპინები და ინდონეზია. ყველაზე ფასეული ჩვენს პლანეტაზე არის დუალობის არარსებობა და ყველაფრის საწყისად, რაც ჩვენთან ხდება, არის ერთადერთი სიყვარულის ენერგია. ეს დიდებული ბედნიერება და დიდებული სასწაულია, რომ იცხოვროთ და იმოქმედოთ ამ ენერგიებში, რომლებიც ავსებს პლეადების თანავარსკვლავედს. ძალაუფლების ინსტიტუტების ნაცვლად ჩვენ გვაქვს უხუცესთა საბჭოები, ყოველ პლანეტაზე თავისი. ასევე არც ერთი პლანეტა არ არის მთავარი ან სხვაზე დაქვემდებარებული მიუხედავად იმისა, რომ ზომით ისინი განსხვავებულია. თანასწორობის პრინციპი ჩვენთან ხელშეუხებლად არის დაცული. ხოლო თუ ჩნდება აუცილებლობა უხუცესთა საბჭოების შეკრებისა, ყველა პლანეტიდან ერთდროულად ისინი ტარდება რიგრიგობით ჩვენი თანავარსკვლავით ყოველ პლანეტაზე და ყველა წარმოჭრილი საწყისი განიხილება და წყდება კოლექტიურად. ჩვენი ცხოვრების მთავარი პრინციპი არის ყველამ თავის შესაძლებლობის მიხედვით იმოქმედოს და ყველას მოთხოვნილებების მიხედვით მიეცეს. თუმცა გვერწმუნეთ, ჩვენი მოსახლეობის მოთხოვნილების სრულად გონირული, რადგანაც ჩვენ ვიცით, რომ ნებისმიერ დროს შეგვიძლია მივიღოთ სასურველი. ხოლო უნარები ყოველ ჩვენგანს უვითარდება ბავშვობიდანვე, რადგანაც ნიჭების გამოვლინება ჩვენთან მეცნიერულ დონეზე ხდება, გენეტიკური ტესტებით. იმის შემდგომ, რაც გამოვლინება ბავშვის მიდრეკილება ამან თუ იმ საქმიანობისაკენ, ის მოთავსებული იქნება სპეციალურ სკოლაში, სადაც ბრძენი და გამოცილი პედაგოგების წყალობით მის უნარები სრულფასოვნად ვითარდება. ამგვარად საქმიანობის ნებისმიერ სფეროში ჩვენთან მუშაობენ ნამდვილი პროფესიონალები, რომლებიც შეყვარებულები არიან თავიანთ საქმიანობაზე და სრულყოფილებამდე აქვთ მიყვანილი თავიანთი უნარები და ნიჭები. სწორედ აღზრდის ასეთი სისტემის წყალობით ჩვენ გამოგვივიდა ცხოვრების მრავალ დარგში წინ წასვლა. ჩვენ მჭიდრო კავშირი გვაქვს ჩვენს გალაქტიკურ ძმებთან და შევდივართ სინათლის გალაქტიკური ფედერაციის შემადგენლობაში, რომლის ფლოტილიასაც მეთაურობს ჩვენი პლეადების სიამაყე აშტარ შერანი, რომელიც არაერთხელ ინკარნდა ჩვენს თანავარსკვლავედში. პლეადები თამაშობს დიდ როლს სინათლის გალაქტიკური ფედერაციის მიერ შემუშავებულ პროგრამებში დედამიწის დახმარების შესახებ ამაღლების პერიოდში და ჩვენი ხომალდები სულ უფრო და უფრო ხშირად ჩნდება თქვენს ჰორიზონტზე. ჩვენ ძალიან გვსიავნებს, რომ ბევრი თქვენგანი უკვე ხედავს მათ და ისინი არ იწევს თქვენ შიშისა და უნდობლობას. ჩვენ ვიმედოვნებთ თქვენთან მალე შეხვედრას ჩვენო ძვირფასო ძმებო და დებო და მზად ვართ დაგეხმაროთ თქვენთვის ამ რთულ პერიოდში. თანავარსკვლავედი პლეადების უხუცესთა საბჭო საუბრობდა თქვენთან. გზავნილი მიიღო მართამ, თარგმნა წაიკითხა გოჩა. ვიდეოს ბოლოს მსურს შემოგთავაზოთ კურსი, რომელიც დაგეხმარებათ გაიაროთ ეზოთერიკის საფუძვლები და უკვე დღესვე დაიწყოთ თქვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. ასევე გთავაზობთ პირად კონსულტაციას, სადაც განვიხილავთ თქვენს პრობლემას, გეტყვით თქვენ სულიერ მისიას, თქვენ დადებით და უარყოფით მხარეებს და დაგეხმარებით თქვენი გასაჭირის მოგვარებაში. დამატებითი ინფორმაციისათვის დამინერგეთ ტელეფონის ნომერზე ან მომწერეთ სოციალურ გვერდებზე. ლინკები მოცემულია აღწერაში. გისურვებთ წარმატებას.